ხვალ მართლმადიდებლები ბარბარობას აღნიშნავთ. ტრადიციულად ამ დღეს ბედობასთანაც აიგივებენ. ჩვენს მეზობელ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს უამრავი ტრადიცია აქვს შემონახული. მათ შორის ბევრს რელიგიური ფესვები აქვს. მარიამობაც ერთ-ერთი მათგანია, სიმბოლოებით გაჯერებული ლამაზი და მხიარული. აქ ამბობენ, რომ წილი არწივებთან იყარეს. მათი სახლები ხომ ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, იმერხევის ყველაზე მაღალ მთებში მდებარეობს. რეგიონი კიდევ ერთი რამითაა გამორჩეული. ძველი ქართული ტრადიციები აქ თითქმის უცვლელად შემორჩა. დღესასწაული, რომელსაც მარიობა ჰქვია, აგვისტოს პირველ კვირას იმართება. იმიერ საქართველოს ყველა გურჯი ამ დროს ბაზგირეთისაკენ მიეჩქარის. ტრადიციას ხანგრძლივი ისტორია აქვს. როცა აქაური ქართველები ყანის სამუშაოებს მოილებდნენ, თიბვის სეზონის დაწყებამდე ბარიდან მთაში იალაღებზე გასული საქონლისა და მწყემსების მოსანახულებლად დადიოდნენ. მარიობა ქართული ადაწესების პალიტრაა, მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენებური ხელგაშლილა, მდელი ხორუმი, ბარი. მხოლოდ აქ შემოინახეს ნამდვილი ბერიკაობა და საპატარძლოსადმი მიწვდომელი სიმღერა. გიორგი კალანდიას და ლევან ლეკიაშვილის უაღრესად ემოციური, საინტერესო და ფერადოვანი რეპორტაჟი იმიერ საქართველოდან დროებაში. ეს ფიქროა, იმერხეველი ქართველი, რომელიც ბაზგირეთის მთავარ მოედანზე ბალახს ცელავს. თურქეთის გურჯი მოახლოებული ზამთრისთვის წინ და წინ ემზადება. ბალახი მოჭრითვინ ავდგები დილა. კარგა დილა საბახ ნამაზი ხან ავდგები, წამუვალ მოჭრაზე, კარგა დაცხომამდე ვთიბავ. ბალახსა საქონელითვინ ვთიბავთ, საქონელი ვაჭმევთ ხარს, როხას ზამთარში, გათოვლდება. ახლა თადარიგობთ კი, ზამთარში მივართვათ. თადარიგი სოფელში ფიქროს გარდა ბევრ სხვასაც უჭირავს, რადგან ბაზგირეთში დიდი დღესასწაული იგეგმება. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ. ისინი უკვე მოცელილ და გასუფთავებულ ველზე სახელდახელოდ სცენას ამზადებენ. ახლა რას ვაკეთებთ? ბეროვანას ვაკეთებთ. შევგაზმავთ. კომოდამდე უწყებთ მარიობას. აქ ამოვალთ მიცეკვებით. ეს ადგილი შემთხვევით ესეთი ამოჩნდა, რომ ძალიან ამფითეატრს გავს, მაგრამ ეხლა იქით იმ ადგილს ქვია ყვავილაჯვარი, იქ საქორიას არის ზიოსის სიალაღე. იქიდან ხალხი ვისაც ეზარება ჩამოსვლა, გადმოვა იქა, იქიდან ყველაფერს ისმენს აბსოლუტურად. ხმა აქ არ იკარგება, ისე უკან მოდის. და აქ ისე იგი პატარა ხმის სისტემით მაგარი ჩნდება. აი ნახავთ, ესე ქართველებს კაი ადგილი შეურჩევიათ დასაჯდომად. ხო, ესეა ქართველებს კაი ადგილის არჩევა ყოველთვის იციან, ჩვენ ვიცით. მით უმეტეს მთებში. იმერხევში ქართველების მიერ შერჩეული ადგილები საქართველოს მთიანეთს აკავს. უფრო ხევსურეთსა და მთათუშეთს. მხოლოდ ერთი განსხვავებით, აქ შუა საუკუნეების ელფერი ყველაფერს ახლავს. განსაკუთრებით სახლების არქიტექტურას. ორ ან სამსართულიანი ხის შენობები მედიდურად გადმოჰყურებენ პატარა შუკებს, სადაც მყუდროებას იშვიათად თუ დაარღვევს ვინმე. გამონაკლისი, რომელიც მშვიდ ბაზგირეთს აფორიაქებს, ზეიმია. ხმაური და ჟიველხივილი აქ დილიდან იწყება. სოფლის თავში სტუმარ მასპინძელი ურთიერთს გუდასტვირითა და სიმღერით ეგებება. შეკრებილი ხალხის განწყობა ნელ-ნელა მთელ სოფელს ამხიარულებს. ახალგაზრდების ჯგუფი ბაზგირეთის თითქმის ყველა სახლთან ჩერდება და ხალხს ცეკვით ზეიმზე ეპატიჟება. მოხალისეთა ჯგუფიც თანდათან ფართოვდება და მომღერალთა დიდ მდინარედ გარდაიქმნება. ძველთაგანვე ასე იყო. აგვისტოს პირველ კვირას იმიერ საქართველოს ყველა გურჯი ბაზგირეთისაკენ მიიჩქაროდა, რადგან ეს საკუთარ ფესვებთან და ადათთან შეხვედრა იყო. ჩვენ როგორც ვიცით, მარიობის თვის დასაწყისი ძველი კალენდრით იყო 14 აგვისტო.
ზუსტად ამ თარიღების გარშემო სულ ყველა ბარიდან, ისე კი სოფლიდან გავიდოდით მთისკენ. მარიობის მთავარი მასპინძლის იმერ ზუმბაძის მსგავსად ბაზგირეთის ყველა ახალგაზრდა ჩოხა ახალუხის მორგებას ცდილობს. ქართული საცეკვაო კოსტუმი იმერხეულ ბიჭებს განსაკუთრებით უხდებათ. განსაკუთრებულია ის ცეკვაც, რომელსაც მხოლოდ საზგირელას ველზე იხილა. რაც უფრო დრო გადის, ზეიმი სულ უფრო ხურდება. ცეკვა თამაში ყველა ასაკის ადამიანი ერთვება. ზოგჯერ დიდველზე ფერხულთა წრეები მძივივით ისე აიკინძება, რომ თვალის შევლებას ვერ ასწრებ. შეკრებილ ხალხს ვერც მოულოდნელად მოსული თავსხმა აშინებს. გამოდარებას გოგობიჭების სცენის ქვეშ ელოდებიან და მხიარულებას წვიმის შეწყვეტისთანავე აგრძელებენ. მარიობის ყველაზე გამორჩეული სანახაობა ბერობანაა. ბერიკაობის იმერხეული ვარიანტი. მან ძველი სახე მხოლოდ აქ შეინარჩუნა. წარმოდგენის მთავარი პერსონაჟები პატარძლები, ქალის კაბაში გადაცმული მამაკაცები არიან. მათ უსაფრთხოებას კი ქურხში გახვეული ტახები იცავენ. თამაშის პრინციპი უბრალოა. ტახებმა პატარძლების ხელშეუხებლობა უნდა უზრუნველყო. თუმცა რაც დრო გადის, მოედანზე ხალხის რაოდენობა მატულობს. პატარძლების გამოცეკვების სურვილი ბევრ ახალგაზრდას უჩნდება. ტახებიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ და დაპირისპირება სულ უფრო სასაცილო ხდება. ისე როგორც ყველა კეთილზღაპარში ბერობანაც ხალხის გამარჯვებით დამთავრდა. ტახებმა ბიჭების შემოტევას ვერ გაუძლეს და ორივე საპატარძლო მაინც მოიტაცეს. ზეიმი დასასრულს მიუახლოვდა. მეორე დილას სოფლის მყუდროებას თითქმის არავინ არ ყვევდა. საზგირელას ველზე ბალახს ძველებურად იმერხეველი გურჯი ცელავდა. ეს ის ფიქროა, რომლის ფიქრები ხშირად საქართველოს იწვევდა. სიყვარული უგზავნი საქართველოს. ბევრი სელამი. საქართველოს. სარეთ გიყვარს ჩვენ საქართველი. ისინი საქართველო. ვენატრებაში ჩევდეთ იქ მიმევარდან ვერ ჩავსულარ საქართველოს.